გზა ფინალამდე მათი ასეთი იყო. ალექსანდრიამ დაამარცხა ჯერ დავით ხარჩილავა თბილისელი, შემდეგ ნიკა ქარუმიძე გარდაბნელი და ნახევარ ფინალში დაამარცხა ანრი თავართქილაძე. უსიტაშვილმა მოუგო გიორგი ბერიძეს, შემდეგ დაამარცხა ქუთაისელი გიორგი დვალიშვილი და შემდეგ მოზურგეთელი ნიკა ვლომტი აქ თავართქილაძე და ბერიძე გახდნენ ბრინჯაოს პრიზიორები. Andri is HDMI გააცხა რა ეს კამერას. ერთი ცალი კამერის HDMI გააცხა. კამერის ერთი დიდი კამერა აქვს. მოკლე რაც კამერის ჩანთაში. შემოვიდა რუსიტაშვილიც და იწყება ჩვენი ფინალური დაპირისპირება 72 კილოგრამი ძალიან საინტერესო ფინალი. ყოველ შემთხვევაში მე ველოდები რომ საინტერესო იქნება ორივე ცნობილი ჩვენ ამ მასაკში კი არა და უკვე უფროსებშიც და საკმაოდ ტიტულოვანი საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენია. ალექსანდრე დიდებში იყო ბრინჯაოს პრიზიორი დღეს წელს 20 დღის წინ დაახლოებით ბათუმში გაიმართა ეს ჩემპიონატი. რუსიტაშვილი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონია სულაც. ალექსანდრიაზე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია მუდმივად მედლის ზონაში არის. მესამე, მეხუთე ჩემპიონი არ გამხდარა, თუ კარგად მახსოვს, რაც ასაკობრივ კატეგორიაში, მაგრამ გამოირჩეოდა სტაბილური ჭიდაობით და სტაბილური ჭიდაობით. ტექნიკითაც გამოირჩევა ნამდვილად. ასაკში უპირატესობა აქვს რამდენიმე წლით უფროსი იქნება ალექსანდრე. აიყვანა რუსიტაშვილმა მეტოქე ხალიჩიდან. ახლა ცოტა უცნაურად გაიყვანა ალექსანდრია. ერთ-ერთი ანგარიში გათანაბრდა და პირველი კულა რუსიტაშვილს ვინაიდან აქვს. აი აქ თვითონ გაყვანა და აქაც პირველი გაყვანა, როსტევი პირიქით უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობითაცია, ხო თუ პირიქითაა, მაშინ შეგვიცვლიან. ზონის ცენტრში კი საკმაოდ დაძაბული ჭიდაობა მიდის. ორივე საკმაოდ მაღალი კლასის სპორტსმენი არის და ესე იოლად შეცდომას არ უშვება. გავიდა წუთნახევარი. უფრო აქტიური დგომი აქვს რუსიტაშვილს და კულა მიიღო მან და შანსი ზემოდან ჭიდაობს. რუსიტაშვილს ახლა სეკუნდანტებად უზიან მამუკა სულთანიშვილი, კობა კიკაძე. ბატონი ოთარ ტატიშვილიც არის დარბაზში, თუმცა დღეს არც ერთ შეხვედრაში სეკუნდანტად არ დამინახავს დამჯდარ. შეიძლება დილის შეხვედრებში იყო უბრალოდ გამომეპარე. წავიდა ჩოგჯანში შეტევაზე რუსიტაშვილი, შეკრა ხელები, კარგადაც მოძრაობს, მაგრამ ალექსანდრიაც კარგად მოძრაობს და იცავს. ჯერჯერობით რუსიტაშვილი ვერ ახერხებს, მაგრამ აქ ძალიან ახლოს იყო დატრიალებასთან, თუმცა ვერ გადააგდო და უკვე საჯმაც აღარ აცალა ამდენი. მისცა მეტი შანსი წამოაყენა ფეხზე მოჭიდავენი. 2-1 ანგარიში დარჩა კვლავაც ძალაში რუსიტაშვილის სასარგებლოდ. ცოტა მოიკლო შეხვედრის ტემპმა, ინტენსივობამ. 20 წამი პირველი პერიოდის დასრულებამდე 2-1 გახლა თბილისელ ალექსანდრე რუსიტაშვილის სასარგებლოდ ანგარიში. აქ ახლა გასაგებია რომ პირველი პერიოდი მთავრდება და დიდად არც აქტიურობენ, მაგრამ
საკმაოდ დიდი ხნით ადრე მოიკვლო ტემპმა. რაღა დარჩა უკვე პერიოდის დასრულებამდე და დაიწყო შესვენება. 2-1 ასეთი ანგარიშით გავიდა შესვენებაზე თბილისელი ალექსანდრე რუსიტაშვილი ხობელ მიშიკო ალექსანდრიასთან შეხვედრაში. დამთავრდა შესვენება, ცოტა ადრეც კი დაბრუნდნენ და ბოლომდეც აღარ დაელოდნენ შესვენების დამთავრებას. თქობა ორივეს ძალიან ესეთი ჟინი აქვს, გააგრძელოს ჭიდაობა. იწყება მეორე პერიოდი. აქ ახლა ალექსანდრიას მართებს გააქტიურება, თუმცა თავის დამშვიდების უფლება ამ ანგარიშზე მხოლოდ 2-1 არც რუსიტაშვილს არ აქვს. წავე შეტევით და მწავე დაპირისპირებით კი მიმდინარეობს ზონის ცენტრში. საკმაოდ ისემათ უტევენ და აწუხებენ ერთმანეთს, მაგრამ ჯერჯერობით არ არის შეფასება და აი ახლა საჯებმა პასიურად მიიჩნიეს რუსიტაშვილი, ერთი ქულა მიიღო ალექსანდრიამ და ანგარიში გათანაბრდა 2-2, თუმცა ქულის უპირატესობა უკვე ეს ბოლო ქულის გამო აქვს. ხო, აი 1-1 ვეყოფილიყო, მაშინ დარჩებოდა რუსიტაშვილს, ეხლა ახლა ორი ქულაა გაკეთებული, უკვე ბოლო ქულის წესი მოქმედებს. თან თითო ქულიანები აქვს, ხო ორივეს. კი, თითო გაყვანა აქვს ორივეს. აქ ახლა წამოსწია ალექსანდრიამ და კარგი პოზიცია შვენიურად გადააგდო. 5 თუ 4? მე მგონი 5. 4. კიდე შეუძლია ალექსანდრიას გადაგდება. წამოსწია. თუმცა უკვე ფიზიკურად უჭირს ძალიან. ახლა ზონის ცენტრთან მიყავს. კიდე თუ გადააგდო დასრულდება და ეგ არის 4-იანზე, ვერ მოახერხა 4-იანი არ იყო ეს, არა, მის სამსაჯმო 4-იანი. ჩემპიონი გახდა ალექსანდრია. მაგრამ შემოვაძლო. ჯერჯერობით თბილისელები არ აპროტესტებენ. აი შეისმინა ეთყობა შენი ნათქვამი ჩემპიონი არ გამხდარო, თუმცა არა ვარ დარწმუნებული რომ საკუთრებში არ არის, მაგრამ ფაქტია რომ გახდა. სიახლოვეზე იყო, შეიძლება ფინალში იყო. ეხლა იქნება დაჯილდოების ცერემონია უკვე 63 კილოგრამში, სადაც ჩემპიონი გახდა აჭარელი რატი ხოზრევანიძე, ვიცე-ჩემპიონი ასევე აჭარის წარმომადგენელი თორნიკე ვაშაყმაძე. ბრინჯაოს პრიზიორები არიან ცოტნე ბუკია ხობი და ავთანდილ მამალაძე ოზურგეთი.